რამდენი არის Springbank-ი გაგისინჯოს? რანაირი კითხვით დაიწყე ახლა. გამარჯობა. Springbank-ი ჩვეულებრივი 10 წლიანი, 15 წლიანი, უბრალოდ 12-იანი პეიჯი. კი, ეგეც. მოიცა 12-იანი არის სტანდარტული. სტანდარტული 10-იანია სტანდარტული, ხო, ეგ მაგიდეც. 12-იანი პეიჯი კასრი სიძლიერის. всё. ძველი 10-იანი. ძველი 10-იანიც კი, ხო, კი, შავი ეტიკეტით. მუქი ეტიკეტით, შავი ეტიკეტით, ხო, ეგეც კაი, ახალიც კაი, ხო და ეგეც კაი, მაგრამ всё, მეტი არც არაფერი რა. ხო, იმიტომ რომ ცოტაა და ძვირია. ცოტაა და ძვირია, ხო. ყოველთვის აი ჩვეულებრივი 10 წლიანიც კი, ჩვენი მეგობრები დაგვეთანხმებიან აგერ, კიდევ ერთხელ მოგესალმებით ვისკის მოყოლთა კლუბიდან, რომ Springbank-ს აქვს ყოველთვის ეგეთი სახელი. არის შოვება. ხო. ძალიან ძვირია რაღაცა ისეთი. დღეს ძალიან ძვირიანი Springbank-ი გვაქვს რა, პრინციპში ხო, საკმაოდ ძვირიანია. როგორც ამბობენ, ამისკის ყველაფერი კარგი აქვს გარდა ფასისა. დიდი მადლობა ამ ბოთლის მოწოდებისთვის, კლუბის ერთ-ერთ განშტოებას, ერთ-ერთ მძლავრ, ძალიან ამაყ და მაგარ განშტოებას, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის პირას, ეს ბათუმის ხალხი. ბათუმელებო, დიდი მადლობა. ყველა სათითაოდ სახელებთან არ ჩამოგთვლით, თქვენგან გამოგზავნილი ბოთლი Springbank-ის 13 წლის დაძველებით, ალბათ კასრის სიძლიერით, იმიტომ რომ მაგარი გრადუსი აქვს. 54.1 13 წლიანი. კი ბატონო. და არის ხაზი სპეციალური Springbank-ის, რომელიც ისედაც ძვირ Springbank-ს კიდევ უფრო აძლიერებს. ხო. და ამ ხაზი local barley. ხო, local barley. ეს ხაზი პრინციპში ბევრ დისტილერიას აქვს, მაგალითად აქვს Macallan's Estate Reserve ქვია. ბრუხლადის. ბრუხლადის რა აქვს? რაღაც თავისი იქ კი. მაიკლ ჯექსონის თუ რაღაცის ფირმა. ხო, კი. თავისი ბარლი რა აქვს. პატარა ფერმაა და იმისი ქერით გამოხდილი ვისკები უფრო ძვირია ხოლმე. ბიარ ბარლის იყან, ბიარ ჯიშია. ხო. კილხომანს აქვს 100% აილა. კი ბატონო. ეს უკვე ზოგადად აილაზე მოყვანილი ბარლი. ხო. იმიტომ რომ მოგეხსენებათ ახლა ეს ქერი ამდენი ესე მარტივად არ არის, შენ ეზოში ხო არ მოდის, კაცო, ან დისტილერის ეზოში რა ქერიც მოდის მის ნაკვეთზე, ის შეიძლება იყოს რაღაცა, რა ვიცი მე, 100 ბოთლს. რაღაც პირობითად ვიცახი რა. მაგრამ ან შეიძლება ქერი ვიღაც დისტილერია მიყიდოს შოტლანდიაში მყოფმა დისტილერიამ, რაღაც უკრაინიდან შეუკვეთოს პირდაპირ გამზადებული ბარლიც კი, არა თუ ქერი გამზადებული ალაოც კი და იმისგან მე გამოხადოს და მთელ მსოფლიოში უამრავი ქერია, ხო? ბევრი ქვეყანაა ქერის კარგი წარმოება. ბევრი ჯიშია, ძალიან ბევრი ჯიში არის. ეს ჯიშების სხვადასხვაობა არის, ფასში ძალიან დიდი სხვაობა არის. თვითონ ქერი, რაღაც ქერი შეიძლება რაღაც კილო გირდეს, რაღაც 3 ლარი, რაღაც ქერი 12 ლარი კილო. თუმცა ის არის ქერზე კიდე რა შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ბევრი ჯიში არსებობს, 300,000-ზე მეტი ჯიშის ქერი არსებობს, მაგრამ ვისკისთვის ვარგა სადღაც 35 თუ 40 ტიპის ჯიშის ქერი და აქედან ყველაზე ხარისხიან ჯიშად ითვლება Golden Promise, რომელსაც იყენებს სულ რამდენიმე დისტილერია და ამიტომ ძალიან ძვირად მისწავს ვისკის. ერთ-ერთი არის Macallan, ასევე არის Glengoyne, რომელიც იყენებს Golden Promise და Yamazaki გამოიყენა ბოლო დროს ლიმიტირებულ გამოშვებებში Golden Promise და. ოკეი, ამას აწერია ჯიში თავისი. ხო. ამას აწერია ჯიში, ესე იგი ბელგრავია, ხო. ეხლა მე ამ ჯიშებს ჩავყევი იქ რაღაცა ბევრნაირი სახელი იყო ჯიშებით და თვითონ Springbank-ი რაებს იყენებს იქიდან აი ამ ხაზისთვის ბელგრავია და რაღაც სახელები იყო კიდე ჯიშების და მართალი გითხრათ ესე ვერ აგიხსნით, იმიტომ რომ ძალიან დავიბენ იმდენაირი ჯიში იყო, შენთვის არ იყოს, რომ აი ერთ ღერზე რაღაცა მარცვლების ხაზების რაოდენობა რომ 6 აქვს და არა 4, ეგ თურმე სხვა ჯიშია. მარცვლის ზომა თურმე ამ ბელგრავიას უფრო პატარა აქვს და შესაბამისად უფრო ინტენსიური გემოებს იძლევა და ასე შემდეგ და ამ ქერის ფასები მიდიან განსხვავდება რომ ეს პირდაპირ აისახება ბოთლზე რა მაგრამ ამბობენ რომ გარდა რა თქმა უნდა ყველაზე მთავარი დაძველებისა და კასრების გამოყენებისა საწყისი მასალა ის პირდაპირ ამას ხდიან იმ ქერისგან თქვა რაღაცა ძვირიანი და კარგი ქერისგან და ჩვეულებრივი ქერისგან რაღაც საშუალო ფასიანი ქერის გამოხდილი როგორც ამბობენ მე არ მაქვს მაგის გამოცდილება რომ ახალ გამოხდილი სპირტების შემედარებინოს ერთმანეთისთვის უკვე საწყისში ძალიან დიდი სხვაობა არისო გემოებშიო რაც რა თქმა უნდა აისახება საბოლოო შედეგზე მაგრამ დისტილერები თავისუფლებას აძლევენ ხოლმე რომ ძვირად გააკეთონ ესეთი ხაზები. Local barley აი კონკრეტული იმ ქერის ჯიშით რომელთაც ეს არის გაკეთებული და ძვირია ეს ბოთლი საკმაოდ ძალიან ძვირი არის 13 წლიანი დაძველებით 40% არის Oloroso 60% არის ბურბონის კასრი მიქსი არის ამ სითხეში
და ბოთლი საკმაოდ ძვირი რა 400 ევროდან ზევით 500 ფუნტი 500 евро სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა ფასი და ეს ფასი ყოველთვის გაიზრდება იმიტომ რომ ყოველ წელს გამოდის ეს local barley სხვადასხვა ასაკის 2023 არის 13 წლიანი 24-ში გამოუშვეს აი წელს გამოუშვეს უკვე 8-იანი ხო 8 წლიანიც და ძალიან მაგარი შეფასებები აქვს იმასაც ეს თქვა 13 წლიანი ლიმიტირებულია 8400 ბოთლი გამოვიდა ეს სულ 2023 ძვირიანი ქერი მეტი ვერ იყიდეს რა რაღაც ეგეთი ამბავია ხო და რა ვიცი მე სულ რაღაცა უხერხულობ შეგრძნება მაქვს ხოლმე როცა ძვირიან ვისკის მივიხილავთ რა გითხრათ ხა კაი გავსინჯავთ და გეტყვით მაგრამ ძალიან მაგარი იქნება იმედია ხო მაგრამ აქ ცოტა ისიც უნდა ვთქვათ რომ ისეთი მაგარი უნდა იყოს რომ ის თავის 400 და 500 евро გაამართლოს რა აი ეგეთი მაგარიც უნდა იყოს რა რომ ადამიანს ვისაც შეუძლია 500 ევროს ვისკიში გადახდა მას თამამად ურჩიო რომ გადაიხადე ძმაო აი როგორ სარჩევი გადაიხადე 500 евро მაგრამ გაგისწორდება კი კაი ერთი რას მელაპარაკები მაგრამ აი ხო ძნელია ხო მიმოხილვაში ძალიან ბევრად მიშევნია ხოლმე რაღაც 50 ევროიან ვისკებზე განხილვის დაკეთება იმიტომ რომ იქ რაღაცა შხუბობდა ადარებდა 50 ევროსთვის არა უშავს ამას მაინც იტყვი და აი 500 ევროსთვის არა უშავს როგორ უნდა თქვა ხო ძალიან ძნელია რა ნუ რა ვქნა ის არის ნახოთ გვიწევს რა განაგვინდა მაგრამ გვიწევს ეს ბოლო კარგი საერთოდ არ გვინდა ამ ვისკის ჩაწერა მაგრამ გამოგვიგზავნეთ ბაქომიდან და თორე არ მადლობა კიდევ ერთხელ 500 ევრიანი ვისკებს არ უწევთ საჯაროდ არ ვასაჯაროთ რომ სვამთ ხო გწვენია კაცო და აი მალე ყოფილიყოს ჩვენს ქვეყანაშიც და თვითოული ჩვენთაგანის ჯიბეზეც ასახული ისეთი ეკონომიკური მდგომარეობა გარშემო რომ თავის როგორც 50 ევროზე ვისკებზე ლაპარაკობთ ისე გველაპარაკოს 500 ევროიან ვისკებზეც დავიწყოთ ახლა ფუძის ანგელოზების ადრგზელოს თქვი. მე აი სადრგზელო თქვი წინასწარ უკვე. ეხლა შევეხა გამიხილოთ რა. კაი, აბა დავიწყო. თქვი სადრგზელო იყო რა გინდა. კაია. ნახე პირველი რას მომივიდა თავში. კერი და ხედა კერი პურისუნია. არა. გრეიფრუტი. შეხილებს ეძებ უკვე. შიგნით აი ეს წითელი შიგთავსი გრეიფრუტის ზემოდან თეთრი რა ქვია მაგას გარედან კანია კანსა და წითელს შორის არის თეთრი ფენა აი ეგ ხო სიმწარეს აზრობს გრეიფრუტს და მაგას რო კარგად მოაზრობდა მარტო წითელს რო ჭამარი უკვე გრეიფრუტი არის ტკბილი და არა მწარე და აი მაგ გრეიფრუტისკენ წამიყვანა მარტო გრეიფრუტი ჭარბობს აბსოლუტურად ვეთახმებ ბატონ ლევანს ჩემს წინა გამომსვლელს თუმცა სხვა ციტრუსები ჩემჩნდა ციტრუსები კარგად ჩემჩნდა ციტრუსები არის კარგად ისე შერის კასი საერთოდ არ ეთყობა უფრო ბურბონია რა ბურბონია ძალიან მეტად უფრო კი ბატონო შერის კასი არ ეთყობა მაგრამ რო ვიცით რო არის იქ ციტრუსებში შეიძლება რაღაცა უკან ამ შენი ნახსენები გრეიფრუტების და პორტოხალების უკან შეიძლება ქიშმიშებიც ვიპოვოთ თუ კარგად ჩავყავით თითები და წვრილი თითებს მოჩავყოფთ ახლა აუ, კაი რამეა. თუ ძალიან უცნაური სუნია. აი ეგ არის რა, ძვირიან ვისკებს რო აქვს ხოლმე რომ ეხა ეს სუნი ხوار და გავიწყდება. შანსი არა, ანუ მე ეს ბოთლი შეიძლება რავი, ღმერთს მაქნას რო ხვალდაზე 5 ბოთლი ვიყიდო, მაგრამ აი ისე რომ მოხდეს რომ ერთი 5-6 წელი არც მქონდეს და არც არავინ შემომთავაზოს გასასინჯად. აი 7 წლის მერე ვიტყვი რომ ეს სუნი მახსოვს მეთქი. ხო. და მე მახსოვრება მართლა. ორიგინალური და სხვანაირი სუნი აქვს რა. ძალიან მიდის ამ ციტრუსებისკენ. ჯერჯერობით მე სხვა ვერაფერი ვერ ვიპოვე. ეხლა ის გრეიფრუტი, ტკბილი გრეიფრუტი ნელა გამჟავდა და უფრო ლიმონისკენ და ლაიმისკენ წამოვიდა. ეხლა მე შენ გეტყვი რა იყო მე რითვაპირებ დაწყებას. სანამ მაგ გრეიფრუტებს და ხილებს იმას ვიზამდი. აი ქერზე რო ის აქვს ხოლმე აქცენტი და პრეტენზია რომ მაგარი ქერია და ქერს თავისი რაღაცა ქერის რაღაცები მოყვება. აი ეს პურის სუნი ჩემთვის არის ამაში რაღაცნაირი პურის სუნი რა ქერის თითქოს ქერის ნამსხარი ან რაღაც რაც აი მარცვალი იგრძნობა თითქოს რაღაც ეგეთი სუნი აქვს რა და პლუს კიდე კასრის გავლენაც იგრძნობა ანუ ყველაფერი დანაწევრებულად იგრძნობა კარგად რაც მაღალი ხარისხის ნამუშევარს შეეფერება ზოგადად მოიცა შენ ჭიქაში მასუნი აი კასრი ვერ დავიჭირე მაგრამ აი ცოტა მომჟავო პურისკენ წავედი ახლა ოე აქ ბევრად კბილია კი შენთან არა სიტყვა შენთან უფრო მჟავია კიდე ხო აქ ძალიან ტკბილი და მჟავია. ის მჟავი აქ მანდ. გაგიკურდება და შენ ჭიქაშიც კარგად კაი ცხვირია. ინტენსიურად მოდის კი საკმაოდ ხო. აი ნუ ეგ ზუსტად ეგეთი დონის ვისკი არის, რომელიც კოპიტაშიც კარგად მოდის.
ერთად მენთოლიც დაკრავს ხო და რომელიც უხდება სხვათა შორის. ხო, ნუ ეს მენთოლი ალბათ იქიდანაც მოდის, რომ მაღალი გრადუსია, 57, 54 ხო. და იმ ციტრუსებს კიდე რო სპირტი ემატება, რა თქმა უნდა, მენთოლის ეფექტი ექნება. დავხმართ, გავსინჯოთ. ძალიან კარგია რა, სიმჟავე და ციტრუსები აქვს და სიტკბო აქვს რაღაც ვანილოვანი, ძალიან კარგია. გავსინჯოთ მოდი. ოჰო. ვა. მე ცოტა მე დარბილებას ველოდი. ბატონო. არ ვიცი, კასრები მეგონა უფრო. ანუ მეტად მინდოდა რომ დარბილებული ყოფილიყო. ხო, დარბილებული ცოტა ის არის, უხეში კი არა და ცხარეა რა. ცხარია და ამ სიცხარემ ცოტა გადამიფარა ის კაი გემები, რომელიც აი ხა წამოვიდა, აი ხა გვიან. ბოლოში წამოვიდა, თავიდან სიცხარემდე პირში გამბულებიზოს ცოტა ის მტვრის არომატი იქონდა. რა უცნაური გემები დატოვა ბიჭო, რა სხვანაირია ნახე რა. უი, კიდე შეიცვალა ახლა. ძალიან. ახლა ცოტა რაღაცა ხელოვნური სიტკბოსკენ რაღაც, ხო, რაღაცა კამფეტების გემოა, კარამელის თუ რაღაც ის კარამელია, რაღაც ხელოვნური, ხო? რაღაცა ინტენსიური რაღაცა, ხო? ნესვის კამფეტი რო არის, მაგრამ რაღაცა ხელოვნური ნესვის გემო რო აქვს რა. ხო, რაღაც საყეჭ რეზინით რო ახატია ნესვი. ნესვის გემო აქვს, იმას სხვანაირი ნესვის გემო აქვს, ვიდრე რეალური ნესვია. მაგრამ კაია. გემრია ლიმონატური გემო აქვს. ხო, ლიმონატური. ხო. კაია, ფინიშის ნორმალური ქონდა, ძალიან გრძელი არა, მაგრამ ნორმალური და კარგი რა. კიდე უნდა გავსვა. ვა, რა საინტერესო ვისკია. აი გამოცდილება, რა კარგ გამოცდილებას იღებს ადამიანი ეგეთი ვისკების გასინჯით. სულ სხვა განწყობას გაძლევს და სულ სხვა რაღაცა მემპათიათ ამ რაღაცა გადამეტებული რომანტიკის გამო რა სხვა ამბავს გიყვება, სხვანაირად გიყვება ამბავს, ვიდრე უფრო ჩვეულებრივი ვისკები. ეს არ არის ჩვეულებრივი ვისკი, ეს არის ორდინალურისგან ოდნავ ამოვარდნილი, უფრო არა ჩვეულებრივი, უფრო არა ორდინალური და სხვანაირია რა და კარგია ეს სხვანაირობა ძალიან რა. კიდევ მეტი მტვერი წამოიღო უფრო სხვირზე. ახლა მეორე გამოლებაზე დიდხანს ვიღლებდი უფრო. და წამოიღო ეს ტანინები წამოიღო ცოტა. კასრის. კი. პირველ გამოლებაზე არ იყო ეგ. სიცხარე ისე, სიცხარე მაგრამ მოაქვს რა. მაგრამ მეორე ჩაყლაპვაზე ნაკლები იყო სიცხარე ჩემთვის, იმიტომ რომ უკვე რეცეპტორებმა გადაიარა ეს. ოდნავ ენაზე ძალიან დიდი ხნის მერე ენაზე დამიტოვა, აი რო გადაყლაპიდან ალბათ 5 წამში ოდნავ მუხის შებოლვა. ტორფი არაფერ შუაში არ არის, აი მუხა. კი, მუხის შებოლვა, გამომწვარი კასრის ის ეგ იგრძნობა, კი. ოღონდ გემოზია, სუნზე არ არის ეგ. გემოზე, ხო, ენაზე დამიტოვა. გემოზე კარგად დატოვა გამომწვარი კასრის ნახშირი. ნახშირის გავლენა კასრს წვავენ ხოლმე როგორც მოგხსენებათ და ნახშირი მე კიდე წმენს იმ შიგნით გარდა იმისა რომ კარამელზე წახდება, კიდე კასრის შიგნიდან გამოწვა ის ნახშირი კიდე თავისი და იმ ნახშირის ის კარგად დატოვა ჩარქოული რა. რომელიც უხდება. ძალიან კაია. ძალიან კარგი, ძალიან სხვანაირია. ეხლა დასვნა რომ გამოვიტანოთ. როგორც ყოველთვის, არ ვიცი, მე შეიძლება სხვანაირად ვამბობ ხოლმე, მაგრამ როცა 300-400 ევროს ცდება ვისკის ფასი, ხო? ძალიან ძნელია განსაზღვრო, აი ნამდვილად ღირს 500 ევროს გადახდა, ამის თქმა ძალიან ძნელია რა. იმიტომ რომ წარმოგიდგენთ ხო 400 და 500 ევროთ რამდენიერი არჩევანი გაქვს. არჩევანი კარგი ვისკების გაქვს სიგიჟე უბრალოდ და აქ უკვე გემოვნებაზეა დამოკიდებული. ანუ ის კი არა რამეს დაიწუნებ ან არ დაიწუნებ ან რამე შენ გემოზე იქნება, არ იქნება. ანუ უბრალოდ ეს მოგწონს, ან უფრო ის მოგწონს რა. ან ძალიან 500 ევროთ 1-2 გამონაკლისის გარდა, მაკალანის და კიდე ერთის გარდა, სპრინგბენკის ნებისმიერ 25 წლიანი ვისკის იყიდი. ეს ცალკე კი. ხო. ლაფროიქს იყიდი 400-ად, 350-ად. კი ბატონო, ეძრადორებით შეიძლება 400-500 евро ძალიან მაღალ ასაკიანები იყიდო. იმათაც ძალიან მაგარი თავისებური ისა აქვს რაღაცა საის რაღაცა ხელწერა რა თავისი რა, სიგნიჩა. ამასაც აქვს თავის ხელწერა. ამას თავის ხელწერა აქვს. ნამდვილად არ შეგეშლება არასოდეს სხვა ვისკიში. და ეს თუ ეს გემოები შენთვის არის, მაშინ 500 ევროს გიღებს და 400 ევროს და მეტიც. უფრო ხო? აი ეგ მომენტი არის ზუსტად რა. ეს ვისკი არის ძალიან მაღალი დონის, აქვს ყველაფერი თითქმის იდეალური. მე ვერ ვიტყოდი, მე დარბილებას მოვინდომებდი უფრო მეტად, თქვა სიტყვაზე უფრო მეტად ჩახარშვას მოვინდომებდი ამ ვისკის, უფრო ფეთქებადია და სპირტიც იგრძნობა, ოღონდ კარგად იგრძნობა. სპირტიც იგრძნობა, გემოებიც იგრძნობა, უფრო აი ესეთი გაფანტული და ზედაპირული ვისკია რა, მაგრამ ძალიან მრავალფეროვანი. ჩახარშული და სიღრმეებიდან ამოსული და ჩამგოლებული არ არის.
მაინც და მაინც თუ ესე დავარქმევთ, იმას ასაკი სჭირდება ალბათ უფრო მეტი ან სხვანაირი კასრები. მაგრამ ამ ვისკის აქ ხელწირა, რომელიც არასოდეს მე მაგალითად არასოდეს არ დამოვიწყდება ეს გემოები, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება ყველა იმ ვისკისგან, რომელიც დღემდე გამისინჯავს რა და თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ ცოტა არ გამისინჯავს. და წარმოუდგენლად გრძელი დაბოლოება, აი ამდენი ხნის მერე კიდე არომატები იხსნება და იხსნება, სხვადასხვა არომატები მოდის და მოდის რა. კარგია. ძვირია, მაგრამ კარგია, მოდი ეს დავარქვათ რა. ძალიან კარგი ვისკია, ძალიან დახვეწილია და რაც ყველაზე მთავარი თავისი გამორჩეული ხელწირა, რომელიც არ დაგავიწყდება არასოდეს რა. დარჩენ თქვენ ნახეთ რა, ძალიან გემრიელი გემოებიც ასე თუ ისე ვახსენებ და თქვით. მართლა თითქოს ეტყობა რომ რაღაც სხვანაირი ქერია, მართლა ეტყობა რაღაც კარგი კასრების გავლენა და მართლა რაღაც განსხვავებული გემოები აქვს თავის დამწიფების პერიოდში შეძენილი. ესე ამდენი გრეიფრუტი ცხვირზე მე არც არ მივიზნე არც ერთი ვისკისგან რა. ძალიან სხვანაირი და ძალიან მაღალი დონის ვისკია. ეგ არის. კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს ბათუმის ფილიალს, ჩვენი კლუბის და გამოიწერეთ არხი, გაწერეთ Facebook ჯგუფში ვისკის მოყვარულთა კლუბი.